ცოტა ბნელი კადრისათვის გიმოდიშებთ ცხადია. კვლავ განახლდა დისკუსია თემაზე, უნდა მიიღოს თუ არა მონაწილეობა 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში არსებულმა ოპოზიციამ, აი ყველამ ერთად თუ თითოეულმა ძალ-ძალკე. ჩემი მოსაზრებით ეს სრულიად უაზრო დისკუსია ამ თავით მე ვიტყვი, არათუ 2026 წლის ივლისში, არამედ 1 წლის თავზეც კი 2027 წლის ივლისში, 2 წლის თავზეც კი 2028 წლის ივლისში შეიძლება ეს ყველაფერი არ იყოს გარკვეული, არ იყოს ვერ მოვიფიქროთ სწორი პასუხი. მე თქვენი ნებართვით ვიტყვი რა საკვირველია, რომ არ ვიცით, არავინ იცის, რომელი გზა იქნება უკეთესი, ოღონდ ბოლოს უნდა გაცხადდეს ეს ყველაფერი, გზა რევოლუციისა თუ გზა ევოლუციისა, გზა ამ ხელისუფლების ხელისუფლება წოდებული ბანდის მიმართ წინააღმდეგ შეპირისპირებისა, სწორედ ბოიკოტით თუ სწორედაც რომ მონაწილეობით არავინ იცის. ნებისმიერ შემთხვევაში ეს უნდა იყოს ერთიანი პოზიცია ყველა პოლიტიკური სუბიექტის. ანუ არ უნდა გამოჩნდეს ჩვენს შორის თუ ბოიკოტზე წავა მთლიანი ოპოზიცია, ოპოზიციის 90%, არ უნდა გამოჩნდეს ოპოზიციაში ყველას გულისხმობ აბსოლუტურად ის სუსტი რგოლები, რომლებიც რაღაცა არგუმენტებით იტყვიან, რომ არჩევნებში მონაწილეობა მაინც ღირს. აქ რო დასავლურ ოპოზიციას გულისხმობ და არა ხალხის ძალას ან რაღაც კონსერვატორებს თუ ფაშისტებს თუ ნეოკომუნისტებს თუ კომუნისტებს თუ ასე შემდეგ რაღაც იმებს, რა ქვია, ალტინფოს თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ კიდე შეიძლება პარტიები შექმნას მის დაივარშუმა ჭკუა დაუშლის თუ ნამუსი. ანუ ლელოც კი რომელიც მაგალითად მონაწილეობდა 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, თუ ყველა იტყვის რომ ბოიკოტზე მივდივართ, ლელოც უნდა წავიდეს ბოიკოტზე. გახარიაც მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ არანაირ სიმპათიას არ ვაფიქსირებ, გახარიაც უნდა წავიდეს ბოიკოტზე, მაინც საპარლამენტო მოცემულ ეტაპზე, უკანონო პარლამენტის საპარლამენტო პარტია, არის თავისი 8 თუ 10 დეპუტატით. კიდე ვინ შეიძლება, აი მაგალითად, ჯერ საქართველოს კარგი ხალხია იქ შეკრებილი, პროფესიონალები, პატივსაცემები და ასე შემდეგ, ისინიც უნდა წავიდნენ ბოიკოტზე. თუ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი ან 90% იტყვის უარს არჩევნებში მონაწილეობას და თუ თანხმობას იტყვის, ყველამ ერთად უნდა თქვას. და არ ვიცი რამდენად სწორია ერთიანი სია, ალბათ მაინც სწორია, მაგრამ ახლა ამ თემაზე ლაპარაკიც არ მიღირს, პირადად მე ერთიანი სიით უნდა წარსდგეს ოპოზიცია და შუა როგორც ასეთი უნდა გაიკაფოს, ესეც უნდა ითქვას ბიზი და ივანიშვილმა კოალიცია ქართული ოცნებით 2012 წელს საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, იმიტომ რომ შუა გაკაფა და ღიადაც თქვა, რომ ესე არ შეიძლება ორდროშობანაო, თან მიხეილ სააკაშვილსაც აკრიტიკებდე და თან ჩემსკენაც არ იყო და გადმოხვიდეთ როგორც ამორჩევლები და ამიტომაც მან დაახლოებით 60% მიიღო 2012 წელს იმ დემოკრატიულ არჩევნებში და მიხეილ სააკაშვილის უზარმაზარი დამსახურებაა, რომ მან დათმო ძალაუფლება, ეს სწორი ნაბიჯი იყო, მიუხედავად იმისა, რა ქარცეცხლით გამოგვატარა ბიძი და ივანიშვილმა უკვე შემდგომ პერიოდში, განსაკუთრებით ბოლო წლებში. ამიტომ პასუხი ჯერჯერობით მაინც არ არის, ასე ვიტყვი. სხვათა შორის პასუხი, სწორი პასუხი დამოკიდებულია არა მხოლოდ უშუალოდ საქართველოში რა მოხდება იმ პროცესებზე, არამედ დამოკიდებულია კავკასიის რეგიონში რა მოხდება იმ პროცესებზე. რამდენად მძლავრად შემოვა შეერთებული შტატები, დაიწყება თუ არა ტრიპი, მშენებლობა მართლა. ამასობაში საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება რო ჩაისვრის, უკაცრავად სიტყვისთვის, გასაგებია და ამერიკასთან ურთიერთობას რო ვერ აღადგენს, მაგრამ როგორი რეაქცია იქნება საქართველოს ხელისუფლებად წოდებული ბანდის ქმედებებთან დაკავშირებით ვაშინგტონს, სანქციები დაწესდება თუ არა, როგორ განცხადებებს გააკეთებენ ვაშინგტონიდან, ვინისის და პრეზიდენტ ტრამპის დონეზე 2028 წლისთვის ნოემბრის თვემდე პრეზიდენტი ტრამპი ოვალურ კაბინეტში იქნება, მარკო რუბიო იქნება თუ არა საპრეზიდენტო კანდიდატი. ბევრი რამეზეა დამოკიდებული კავკასიაში მიმდინარე და უფრო ფართოდაც მიმდინარე პროცესზე, მაგრამ აგრეთვე დამოკიდებულია იმაზე, რა მოხდება უფრო ფართოდაც გულისხმობ უკრაინას. უკრაინაში როგორც განვითარდება პროცესები და მოვლენები, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე, ჩვენში რა მოხდება და როგორ უნდა მოხდეს და როგორ უნდა წარიმართოს. ერთ წამს დავუშვათ, რაც გვინდა ცხადია ყველას, რომ 2028 წლისათვის რუსეთი უკრაინაში აღარ არსებობს. ბუნებრივია ამ შემთხვევაში, რომ ბიძი და ივანიშვილის ხელისუფლება დასუსტებულია, მას არა ყავს ზურგს უკან არავინ, მას ვერავინ ვეღარ კარნახობს
პუტინი არის თუ არა კრემლში ღმერთმა უწყის და ალბათ მაინც არ არის, ანუ პუტინი როგორც ბიზნეს მფარველი და ბიზნა ივანიშვილი პრინციპში გამოთქვამს მზაობას, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დათმოს ძალაუფლება გარკვეული უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ, რასაკვირველი, ეს კიდე ცალკე თემაა, სხვადასხვა უსაფრთხოების გარანტიებს აძლევს თუ არა დღევანდელი ან მომავალი ოპოზიცია ბიზნა ივანიშვილს იმ შემთხვევაში თუ ის ძალაუფლებას დათმობს. მე არ მაქვს ამაზე პასუხი. ერთის მხრივ ჩემი ემოციური პასუხი არის, რომ ბიზნა პასუხი უნდა აქვს ყველაფერზე, მაგრამ პრაგმატული მიზნების გამო შეიძლება სჯობდეს, რომ თუ მოითხოვს ამ გარანტიებს, გარკვეული უსაფრთხოების გარანტიები მიეცეს და გაეცალოს ამ ქვეყანას ბრაზილიაში თუ იმის იქით ამაზონის ჯუნგლებში გადასახლებულა ბასთუმნის უღრანებიდან ან მოსკოვში წასულა პადბასკოვიეში, როგორც ვიცით, ერთი თუ რამდენიმე სასახლე აქვს, თუმცა სადღა იქნება მაშინ პადბასკოვიე და მისი მფარველები სადღა იქნებიან 28 წლისათვის. მოკლედ, თუ უკრაინა იმარჯვებს 28 წლის iyulis, აგვისტოს, სექტემბრისათვის და აი ამ პერიოდისათვის ან მანამდე მომრგვალდება პროცესები უკრაინაში, უნებრივია რომ ბიზნა ივანიშვილი და სუსტებული, ფრთამოტეხილი, პუტინმოტეხილი, ასე ვიტყვი, ასე შემდეგ წესით ადარიგით, მე მესმის რომ ის არაპროგნოზირებადი და არც თუ ჯანმრთელი ადამიანია ფსიქიკურად, მაგრამ წესით ადარიგით უნდა დათმოს მან ძალა, უნდა გამოასხივოს რომ დათმობს ძალაუფლებას. ესეც მნიშვნელოვანი პოინტია, ამბავია. ხელისუფლება, კარგი, სხვაგვარად ვიტყვი, არჩევნებში უნდა გაიმარჯვო არჩევნებამდე, ანუ შენ უნდა შეუპირისპირდე ქართულ რუსულ ოცნებას და საერთოდაც ვინც ის მას უნდა აუკრძალო არჩევნებში მონაწილეობა, ანუ უნდა გადააზღვიო თავიდანვე და თქვა რომ აი რაღა არსებობს შანსი იმისა რომ ეს პარტია გააყალბებს, აქედან გამომდინარე მას საარჩევნო რეგისტრაცია ეს იდეალურ შემთხვევაში საარჩევნო რეგისტრაცია არც მიეცემა. 2028 წლისათვის ამგვარად უკრაინა იმარჯვებს, მით უმეტეს ამგვარად ბოლშევიკური სისხლის მსმელი, რეპრესიული, საშინელი ქართული ოცნება სულაც აღარ იქნება ჩემი ფიქრით, ანუ კობახიძე გაშვებული იქნება ბრაზილიის იქით. ქვეყანაც არის პერუში, მაგალითად ელჩად, პირობითად ვლაპარაკობ და იქიდანაც გამოვიწვევთ რასაკვირველია და მას კი ნამდვილად დავადებთ ხელბორკილებს და იქნება შედარებით ჭყალებში ნორმალური ტიპი, რომელიც ბიზნეს კარნახის შესაბამისად გამოასხივებს იმას, რომ ქართული ოცნება დათმობს ძალაუფლებას, აღარ იქნება ყაველაშვილი, კობახიძე, კალაძე, პაპუაშვილი, მდინარაძე, ეს განსაკუთრებული კორები ქართული ოცნებისა. უკრაინაში მიმდინარე პროცესები სხვა კუთხითაც არის ძალიან საინტერესო ჩემი აზრით. თუ იმ პერიოდისთვის ომი დასრულებული იქნება, იმ ქართველი მეომრების ჯარისკაცების დიდი ნაწილი, რომელიც მოცემულ ეტაპზე უკრაინაში იცავს უკრაინისა და საქართველოს დამოუკიდებლობას, მათი დიდი ნაწილი დაბრუნებული იქნება საქართველოში და ზოგი მათგანი კვლავ დარჩება სამხედროდ, მაგალითად ოღონდ არაოფიციალურ შენაერთებში, არა საქართველოს თავდაცვის ძალებში. მაგრამ აი ესე იპოზიციონირებს როგორც სამხედრო, მაგრამ ზოგი მათგანი შეიძლება სამოქალაქო სექტორშიც გადმოვიდეს და როგორც დიდი მორალური ავტორიტეტები და ისინი ყველანი მორალური ავტორიტეტები არიან, უკლებლივ ყველანი ვისაც ვიცნობ და ვისაც არ ვიცნობ და ახლა 3000 კაცი იბრძვის. ჩვენი შეიძლება პოლიტიკას შემოუერთდეს რომელიმე პარტიაში შევიდეს, მაგალითად რაღაც ნაციონალურ მოძრაობაში, ახალში, დროაში, სურა ჯაფარიძესთან, სადღაც, რა ვიცი, ელოში თუნდაც იმაში ფედერალისტებში და ასე შემდეგ და ეს ბუნებრივია რომ ჩვენ მოგცემს მეტ ჰანდიკაპს რომ არჩევნებამდე დავამარცხოთ თუ მაინც და მაინც მონაწილეობს არჩევნებში, ოღონდ არც უნდა მონაწილეობდეს ჩემი იდეალისტური ფიქრით, ემოციით, ქართული ოცნება დიდ უპირატესობას მოგცემს ამ ქართულ ოცნებასთან, მაშინ რატომაც არა უნდა მივიღოთ მონაწილეობა, ოღონდ კვლავ ვიმეორებ, წინასწარ უნდა იყოს დამარცხებული, იცოდა ასხივებდეს რომ დამარცხდება იმ არჩევნებში ბიზნა პირველ ყოვლისა და არა კობახიძე, რომელიც ან საქართველოში იქნება, ან პერუში და ან იმის იქით პენსიაზე სადმე პლედმოხურებული, ან შეიძლება საპატიმროში ბიზნამ არ გამორიცხოთ, რომ ისიც დაიჭიროს. უკრაინაში მიმდინარე პროცესები მნიშვნელოვანია, რასაკვირველია და 2027-ში თუ მთავრდება, 27-ში ჩამოვყალიბდებით, რას ვშვებით. ბიზნა როგორ ქმედებს უკრაინაში, უკრაინის გამარჯვების შემთხვევაში და შემდეგ ესეც ძალიან საინტერესო ამბავია. კიდევ რისი თქმა შეიძლება? კიდევ თქმა ალბათ შეიძლება იმისა, რომ ამავდროულად ჩვენ უნდა გქონდეს თუ მართებული სიტყვა არ ვიცი, რაღაცა კომპლექსური გეგმა.
ოპოზიციას უნდა ჰქონდეს კომპლექსური გეგმა დამოუკიდებლად იმისა, არჩევნებში მონაწილეობს თუ არა. ეგ გეგმის ერთ-ერთი ნაწილია, ეს ჩემი სუბიექტური და სხვაებიც იზიარებენ ამ აზრს, გეგმის ერთ-ერთი ნაწილია ის, რომ ოპოზიციამ უნდა დაასახელოს ალტერნატიული მთავრობა. ალტერნატიული, არა ჩრდილოვანი, არა რაღაც მეორე მთავრობა თუ მეოთხე მთავრობა, არა ალტერნატიული მთავრობა და ამომრჩეველს უნდა აუხსნას, რომელთანაც სხვა შორის ყოველდღე უნდა დადიოდეს და დადიან კიდეც განა არა ვიკაბათოთ უბრალოდ რაღაც ერთიანი სულისკვეთება არ ჩანს და რაღაც გამოსხივება არ ჩანს, რომ ისინი რაღაც ცვლილებების ამზადებენ და ცვლილებისთვის ემზადებიან თავად. მაგრამ კარგით, ეგ კიდე ცალკე თემაა. უნდა დაიდოს ალტერნატიული მთავრობა. აი მე მაგალითად ამომრჩეველს მაინტერესებს, ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი. მე მყავჩები კანდიდატურა, ეგ რა მაგის პასუხი უბრალოდ არ გავამხელ ცხადია. ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი, ვინ იქნება საგარეო მინისტრი, საკვანძო თანამდებობებზე ყოველ შემთხვევაში. ვინ იქნება თავდაცვის მინისტრი, ვინ იქნება შინაგან საქმეთა მინისტრი. ეხლა გარემოს დაცვის მინისტრი ვინ იქნება, ალბათ მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის მიმართულებით, ვინც მუშაობს ეკოლოგიის მიმართულებით, ვინც მუშაობს, მაგრამ ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა, თუმცა რატომაც არა, შეიძლება მისი დასახელებაც. მე რამდენიმე მიფიქრია. რამდენიმე კანდიდატზე საგარეო საქმეთა სამინისტროში პარტიული უნდა იყოს თუ არა, იქნება საექსპერტო ჯგუფებიდან, დღეს საექსპერტო ჯგუფებიდან უნდა იყვნენ მოწვეულები, მურა თუ გაჩერდები კარგი იქნება და მაგალითად, კარგით გავამხელ, არ მიწყეს ეს პიროვნება თუ მე მგონი მეორედ ვასახელებ. მე მაგალითად ყველაზე მგონია, რომ ყველაზე კარგი საგარეო მინისტრი იქნება გეგა მგალობაშვილი. ეხლა გეგა თანახმა თუ არა, ამაზე კიდე ცალკე თემაა, მაგრამ მაინც გახსოვთ ხო გეგა? გეგა არის სხვებთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პირი, ვინც საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციას დაახლოებას შეუწყო. ხელი ერთი ხანო პრემიერ-მინისტრიც იყო, ძალიან ცოტა დროით მიხეილ სააკაშვილის მიერ შერჩეული, ახლა თუ არ ვწდები საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობს, სასაკურველია, ეს კაცი უნდა დაიყაბულო და იქნება და შეჯობდეს სწორედ ამგვარ პირებზე აქცენტის გადატანა. ანუ არა იმ პირებზე, რომლებიც ახლა პარტიულები არიან, გაჩვენდათ ხო მართლა, არამედ აი რაღაც მოვიწვიოთ ქვეყნის ფარგლებს მიღმა ახლა უკვე ქვეყნის პარლამენტის მიღმა ყოფი მნიშვნელოვანი პერსონები გეგაა და სხვებზეც შეიძლება ლაპარაკი. ჯანდაცვის მიმართულებით ამ თვალსაზრისით არ გაგვიჭირდება ჩემი აზრით, როგორც ქვეყანაში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ მუშაობენ ცალკეული მნიშვნელოვანი პირები, რომლებიც მე მგონი რომ გაუძღვებიან. არ ვიცი არ მახსოვს იმ კაცის გვარი, უახლოად გეტყვით და ასერჩვას კი ექვემდებარება. ვეცდები ახლა პარალელურად და ეს მე გეტყვით, ეს არის ფედერალისტების წევრი გვარი არ მახსოვს და იქნება ბოდიში აქ სხვანაირად გავაკეთოთ რომ ხმები არ შემოვიდეს და ჩაუწიოთ თუ ნებავთ ცოტა ეს არის კაცი რომელიც სულ მუდმივად ლაპარაკობს ნარკო პრობლემებზე და ნარკო საკითხებზე ეხლავე მოვძებნი ამ კაცის გვარს ბოდიში ხო ფედერალისტების წევრი როა ხელჯოხით თუ არ ვწდები ჩემი ასაკის ოდნავ უფროსი ალბათ გვარი ჩემ და სამწუხაროდ არ მახსოვს ხო და უნდა გამოდიში ეხლავე ესე იგი ეს კაცი არის გვარად ხო ვერ ვიხსენებ აი გვარს მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ნუ ისა ბოდიში შეიძლება აქ არის კომენტარებში ბოდის ვიხდი აი ეს კაცი რა აპატიით რომ ვერ გავიხსენე გვარი მაგრამ კარგი კაცია ძალიან აი ეს კაცი მის ვიდეოს ამ ვიდეოს 195,000 ნახვა აქვს თუ მინისტრის თანამდებობაზე არა ის შეიძლება იყოს ის რაღაც მინისტრის მოადგილე ან ნარკო რაღაც მიმართულებით სპეციალისტია როგორც მე ხვდები და ძალიან კარგი კაცია ნუ რაც მომისმენია ყოველ შემთხვევაში კვალიფიციური კაცი ჩანს და არის კიდეც თუმცა შეიძლება ამ პროფესიის ან კარგი მენეჯერის მოწვევა ჯანდაცვის მინისტრზე ლაპარაკობ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელად ვინ წარმომიდგენია არ ვიცი თუმცა რაღაც ჩემი კანდიდატურები მყავს ნებისმიერ შემთხვევაში სამოქალაქო პირი უნდა იყოს ხო ხვდებით და მე რატომაც არა მაგალითად დაუბრუნდებოდი დათო სიხარულიძეს რომელიც ერთი ხანობა იყო თავდაცვის მინისტრი შეიძლება სხვა ეს ჩამოყალიბებული პოზიცია არა მაქვს შესაძლოა სულ სხვა ძალიან კარგი ახალგაზრდები მოდიან მაგრამ რას ვამბობ ეხლა რატო ყვებია ყველაფერს ოპოზიციამ უნდა დაასახელოს
ჩემი მოსაზრებით ალტერნატიული მთავრობა დამოუკიდებლად იმის არჩევნებში მოიღებს თუ არა მონაწილეობას. ანუ აი მაგალითად 27 წელს ან 26 წლის მიწურულს ან 27 წლის განმავლობაში ოპოზიციამ უნდა თქვას რომ მე ესე წარმომიდგენია ხალხო. აი ესენი იქნებიან პარტიულები თუ არა პარტიულები ჩვენი წარმომადგენლები. შეიძლება გეგამგალობნიშვილმა ხა კარდაკარ არიაროს თუ მას დაასახელებენ საგარეო უწყების კანდიდატად ხო? ხელმძღვანელის კანდიდატად, მაგრამ უნდა ილაპარაკოს მისმა გუნდმა, მისი სახელითაც უნდა ილაპარაკონ პირებმა და ასე შემდეგ. ცხადია, სალაპარაკოა მანამდე გეგასთან და საერთოდ ბევრი პირი, რომელიც 2012 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ წავიდა პოლიტიკიდან, ასე პირდაპირ მნიშვნელობით, ბევრი პირი დასაბრუნებელია ჩვენს სივრცეში. ნებისმიერ შემთხვევაში ოპოზიცია უნდა ასხივებდეს გამარჯვებას მარტო კარდაკარ ან სოფელ-სოფელ ან რაიონ-რა, ქალაქ-ქალაქ, რაიონ-რაიონ, რეგიონ-რეგიონ სიარული, ისიც კამერების გარეშე ან მხოლოდ შენი მომხრეები რომ გიყურებენ და ასე შემდეგ. დადიან განა არა. მაგალითად დადიან თავისუფლების მოედანი დადის, ჯერ საქართველოს წევრებს აქვს. თავისუფლების მოედანს ქუართქორწეი მეოთხე კამპანია ახლა სამეგრელოში, ჯერ საქართველოს წევრები ახლა დაფუძნდა პარტიად, ისინი დადიან ფედერალისტები, დადიან ნაციონალებზე, რა გითხრათ, რით გაგახაროთ გირჩი, სხვა გუნდი დადის რამდენადაც მახსოვს და იმისი ახალის ანუ ნიკა გვარამიასი კიდე ვინ არიან იქ ედეპე დადის თუ არა ვერ გეტყვით სიმართლე გითხრათ ის კოალიციის წევრია ნაციონალები მე მგონი არ დადიან და კარგი კი იქნებოდა მაგრამ ალბათ ივლიან მაგრამ ეს არ არის ის სიარული თუ სწორე სიტყვა ჩემი ახმით ყოველ შემთხვევაში როგორც უნდა დადიოდეს ოპოზიციური ალიანსი ერთად თუ ცალ-ცალკე ისინი უნდა დადიოდნენ გამარჯვებისთვის და ცალკე არა მარტო უნდა ხვდებოდნენ და იწერდნენ ამ რაღაც მოსახლეობის თუ ამორჩევლის პრობლემებს არამედ უნდა ასხივებდნენ გამარჯვებას და ეუბნებოდნენ რომ აი მე ვარ ალტერნატივა იმიტომ რომ ეს გეგმა მაქვს და ალბათ ეუბნებიან კიდეს მაგრამ რაღაცა ბოლომდე ფართო მასებამდე ეს ყველაფერი არ მიდის და რჩება შტაბეჭდება რომ ოპოზიცია მკვდარია თუ გულახდილები იქნებით თუნდაც არ ვიტყვი და გავჩუმდები ერთი შიშით ერთი ქალბატონისა რომელიც რა ვიცი მისამართოთ იქნევს ხელს და ფეხს ხარს არ დავასახელებს ქვეყნის ნებართვით არა აქვს ახლა ამას პრინციპული მნიშვნელობა სხვაშორის იმ პარტიიდან არის რომლის ერთ-ერთი ლიდერიც შევაქე გულახდილად გეტყვით და იმ პარტიის ლიდერი ერთ-ერთი ლიდერია თუმცა რაღა და სამალია პრინციპში თამარ ჩერგოლეიშვილზე ლაპარაკობ რომელსაც ძალიან კარგი აზრებიც აქვს გარკვეულ შემთხვევაში მაგრამ აგრესიულობის ის და არაადეკვატური ჩემი ეუბნები გაგებით არაადეკვატურობის ის ხარისხი რომელიც მას ახასიათებს პრიად დასაწუნია ასე ვიტყვი დადიან ფედერალისტები ვაღიარებ დადიან მაგრამ არ ასხივებენ არც ფედერალისტები და არც ნაციონალები და არც არავინ ალიანსიდან და გამოასხივებენ იმედი მაქვს ყველა სიტყვას ზედმიწევნის ზუსტად ხმარობ რომ ისი თავდასხმის ობიექტი თუ სუბიექტი არ გავხდე გამოასხივებენ იმედი მაქვს თამარაც გამოასხივებს გამარჯვებას რაც უფრო მოახლოვდება ეს 28 წელი საკრალური თარიღი. დიახ, არ ვიცით მონაწილეობას მივიღებთ თუ არა ნებისმიერ შემთხვევაში, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს უნდა იყოს ერთობლივი პოზიცია. ლელო, რომელიც გამიკრიტიკებია თამარ ჩერგოლეიშვილზე არანაკლებ ხშირად, ასე ვიტყვი, ასხებზე არანაკლებ ხშირად, ლელოც უნდა იყოს ამ პროცესის ნაწილი. ისიც რომ დადიოდეს, ავიცი კარდაკარ თუ რაღაცა ის რომ ასხივდეს გამარჯვებას. თუ არ ვიღებთ მონაწილეობას, არ ვიღებთ არც ერთი, ანუ არც ლელო, არც ფედერალისტი, არც ნაციონალი და არც ლეიბორისტი. თუ ვიღებთ მონაწილეობა, მაშინ ყველა მონაწილეობთ. ეხლა მე უკვე ვილაპარაკოთ ერთიანი სია თუ ცალ-ცალკე სია. არ ეხება ეს ვიდეობლოგი თამარ ჩერგოლეიშვილს, მაგრამ მისი მოსაზრება არის, რომ ცალ-ცალკე რამდენადაც მახსოვს და მე მგონი ამ პოზიციაზეა. ახლაც გავტოინ თამარი და ანუ ფედერალისტები, რომ ცალ-ცალკე სიით უნდა გავიდნენ პარტიები, რასაც მე პირადად არ ვეთანხმები, მაგრამ ეს კიდე ცალკე თემა. ამასობაში იმაზეც არის დამოკიდებული, ამასობაში ვიზიდა ივანიშვილი რას იზავს, ეს კიდე კაი გაბახსენდა. კიდე უფრო მეტ პარტიას დაკრძალავს და დაიჭერს, აკრძალავს და ცოტა არც სწორი, მორალურად არც სწორი იქნება, მაგრამ რომ ისა როდეს ამდენი პოლიტპატიმარი ყავს და ამდენი სინდის პატიმარია და პარტიები აკრძალულია და ვინც გარეთ არის ახლა პოლიტიკოსები მათი 94% ისევ ციხეში დაბრუნდება და ასე შემდეგ ამგვარ არჩევნებში მონაწილეობას არა მარტო მორალურად, არამედ პრაგმატულადაც არანაირი აზრი არ ეკნება ალბათ, მაგრამ ეს გამოჩნდება 80 ეხლა შეიძლება დაიჭიროს, მაგრამ 2028-ში, მაისში გაანთავისუფლოს ის ხო არასტანდარტულია. ბევრი რამ არის დამოკიდებული უკრაინაზე, აკი ამიტომაც ვამბობ უკრაინაში რა მოხდება და ასე შემდეგ. მე პირადად დავასახელებდი თავრობის თავმჯდომარის ერთიანი შემუშავების კონსულტაციების, რთული კონსულტაციების, მაგრამ მაინც თავრობის თავმჯდომარის, თავდაცვის უწყების, საგარეო უწყების, შინაგან საქმეთა მინისტრობის და ასე შემდეგ რამდენიმე საკვანძო პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატს მაგალითად.
ვინმე რომ მითხოს დათო ბაქრაძის დავასახელებთ, ჩემგან კრიტიკას მიიღებთ, რასაკვირველია. იმიტომ რომ დათო ბაქრაძე რაღაც გუშინწინდელი არა, რაღაც 3 კვირის წინანდელი პოლიტიკოსია, რომ ვიცოდეთ მაინც. ახალგაზრდებს ჩავთავდი, აი ისეთი ჟურნალისტები, ან ონლაინ გამოცემებში რო არიან პირები, ყურების დასახელება ცხადია, შემიძლია რომლებიც აი ბრწყინვალეები არიან, ეხლა მინისტრობას ვერ ანდობ ალბათ ბევრ მათგანს, მაგრამ აი დეპუტატობა რატომაც არა. ხო, ირანის მიმართულებით, ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით სპეციალისტები ყავს, უფრო ფართო რეგიონი ევროპის მიმართულებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი, სახელმწიფო მინისტრი თუ მაინც და მაინც ეს თანამდებობა უნდა შენარჩუნდეს, ვინ უნდა იყოს ევროპასთან ინტეგრაციის ეს უმნიშვნელოვანესი ამბავია, არა მარტო საგარეო მინისტრია, მნიშვნელოვანი ამ პროცესში, არამედ ევროპასთან მიმართულებით, იმიტომ რომ ჩვენ ნახტომებით უნდა ვიაროთ ევროკავშირისკენ და ნატოსკენ. ხო, ვინ შეიძლება იყოს, აი ვანო ჩხიკვაძე არ ჩანს კარგახანია. ხო, მე კი ვიცი რატომაც არ ჩანს, მაგრამ ეხლა არ გავამხელ საზოგადოებას, არ გავამხელ და არ არის ეხლა ეს საზოგადოება, მაგრამ იქნება ვანო ჩხიკვაძე უნდა იყოს კანდიდატი მინისტრობისა შეთავაზების დონეზე. აი ჩვენი მინისტრი იქნება თუ გავიმარჯვებთ, პროცესში თუ გავიმარჯვებთ არ არჩენებში. რა ქვია იმას, ვანო ჩხიკვაძე სახელმწიფო მინისტრი, იმიტომ რომ ვინ და მან ძალიან კარგად შეიძლება ესი უნდა იყოს კახა გოგოლაშვილი, ვერ გეტყვით. ხო, შეიძლება სხვა უნდა იყოს, შეიძლება პოლიტიკოსი უნდა იყოს, მაგრამ დასასახელებელი ეს ალტერნატივები. შეიძლება ორი კანდიდატურაც კი უნდა ასახელო, ანუ ეს კაცი მართა ბობოდიშე, აგვარიც არის. ფედერალისტებს არ შევალ, ეთ უგნებავთ ბოდიში და ფედერალისტები გვერდიდან იმას ვიზავ. გავარქვიო ქვარს. ფედერალისტები მართლა არ გავომივიდეს რომ ეხა უხერხულად რომ არ ვიგრძნო ამ კაცთან რილსში ალბათ, ხო, როგორც მე ხვდები. ესე იგი, აი ეს კაცია, დიახ. არის ერთ-ერთი პოლიტიკური იარაღი. უკომპეტენტურესი მსჯელობა აქვს. მინდა კითხვა დავსვა. 1885 გამცარებელი დაიჭირეს. აი რამდენ ადამიანს ეს კაცი არის, ეხლა ვერ გეტყვით. ზურა სიხარულიძე. აი კიდე კაი რო გავიგე მისი გამახსენდა კი არა ნახე და გამახსენდა როგორ და მიმეგნო მისი გვარსახელისთვის, ხო? უპროფესიონალესი კაცია. რატომაც არა ჯანდაცვის მინისტრად ეხლა ჩერგოლეიშვილი გავაკრიტიკე და მის თანაპარტიელი შევაქე, ხო? ხო, რატომაც არა, ეს შეიძლება იყოს ეს კაცი ფედერალისტებიდან, ჯანდაცვის მინისტრი, რატომაც არა. მოკლედ, და სხვაებიც აქ ყავს არქაულად. ალტერნატიული მთავრობა დასასახელებელია და მალევე და გამარჯვებას უნდა ასხიებდეს. ეს არ არის მადიარის გზა, ეს არ არის რამე, ეს არის ჩვენი გზა, თუმცა რაღაც გამოცდილებებს სასაკვირველია იზიარებ თუ იღებ იმისგან, იგივე უნგრეთიდან ან სხვა სახელმწიფო სხვა ქვეყნების სხვა საზოგადოებებიდან. ესეც უნდა ვთქვათ. ხო. ასე დავარქვა თქვენის ნებართვით. დასასახელებელია ალტერნატიული მთავრობა. პრეზიდენტი ამ ბოლო წინადადებასაც არ მოთქვა. ხო, იცით თქვენ რომ პირდაპირ წესით აღარ ირჩევენ პრეზიდენტს. პრეზიდენტის კანდიდატიც კი შესარჩევია, ჩემი მოსაზრებით, აი პარლამენტი რო დაამტკიცებს იმ პრეზიდენტს. კაი, ნახოთ. აღამთის.